დაგიბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო სამხრეთ აფრიკიდან ჩიტაზის სარაგბო ტოიოტას სახელობის სტადიონიდან სადაც 14-7 მარს ხდებით პირველ ტაიმში ორი კარგი კონცერტი გავიკეთეს აფრიკელებმა ორი კარგი ლო გავიტანეს მაგრამ არანაკლები ლო გავიტანეს ჩვენც აფციაურმა ერთი ლელო გაქვითა ტაიმის ბოლოს იოსებ ჯაფარიძეს ერგო გაბონია გავაგზავნებთ თქვენთვის ამ მატჩის კომენტირებას. კარგი ისაა ტაიმი დავასრულეთ დადებითად 14-0 შემდეგ მოახერხეთ როგორც იქნა მეტოქის დაცვის გატეხვა და დავალილოვეთ განწყობა წესით კარგი უნდა იყოს და უნდა ვეცადოთ სხვათა შორის ირლანდიასთან გავსი სცენარი იყო იქ მოდ ვერ გავიტანეთ გადასახვა თორე იქაც 14-0-ს ვაგებდით და ბოლოს გავიტანეთ თუმცა ირლანდიასთან გასხვავებით იმედი გვაქვს რომ მეორე ტაიმი გაცილებით კარგი იქნება. მეც ამის იმედი მაქვს ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ერთად მივადევნოთ დასკვნით 40 წუთს გამოვიდნენ აფრიკელების და სულ მალე დაიწყება თითქოს ცვლილებას ვერ ხედავ ჩვენებში ნახოთ კარგად მე დავაკვირდებით უფრო შორი კადრიდან კი ვისი გამოყოფა შეიძლება შეგვიძლია ვახსენოთ ალბათ ილიას პანდერაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, აი ამ გამოყოფა. პაპუნაშვილი რა თქმა უნდა ეს მესამე აი სამი კაცის განსაკუთრებით გამორჩევა შეგვიძლია. აბა დაიწყებს. ეთან ვინცელი ანაახლებს მეორე ტაიმს. ველით კრისტოფერ ალისონის ნიშანს და დაიწყება მეორე ტაიმიც, აბა. გაისმამ საჯის სასტვენით და მესამე ზონაში დაგვიტყეს. კარგი ამოსვლა და დააშვებინე შეცდომა. კი, ჯარიმა რა თქმა უნდა, წინ თამაში შემდეგ წინ მოიმოთამაშე. ჩაერთო თამაშგარიდან და იდეალური დარტყმული იყო, აი ვერც მოასწრო სპანდერაშვილმა რაიმე რეაგი ეგრევე არა როგორც კი ბურჩი ხო ეგრევე დააში და იცი რა არის დარტყმაც კარგი იყო, მაგრამ ახურვა როგორი იყო, რა სისწრაფეში ავიდა ნახე არ ვიცი. აი ამ ბურცაღებად შეიძლება დაიცე. ხო, ახლა უკვე წნეხში მოვეკეცით, 15 მეტრიაში მოგვიწევს თავის დაცვა. არა ხვდით და ახლა ეს ბოკის კომბინაცია ავსტრალიას გაუკეთეს, თუმცა მე მგონი ვერ მოდიან წინ. ერთი გაჩერება დაიწყა. ღერძი შეიცვალეს ამასობაში, წირს წავიდა აფრიკელთა მოლი, თვითონ წავიდნენ თუ დააკვირდი, ვეღარ მიდიოდნენ წინ და თვითონ კარგი დარტყმა გააკეთეს. ხაზე გავიდა და ისევ სპანდერაშვილი ძალიან დომინანტია, ძალიან დომინანტი. ძალიან ჯანზია სპანდერაშვილი. იმედია უჯარიმოთ ვითამაშებთ. ცუდ შეუთამაშდა და აფციაური უნდა გაიქცეს. მიდი. რამხელა სივრცე აქვს და რამხელაზე არის წინ და ხوارე წევა მახაზა რა გაიქცა ბოლომდე და აფციაურის დუბლი ბრავო ბიჭებო. რამხელა სპრინტი დაარტყა შავა აფციაურმა მოიხელთა ბურთი ეს და ეს ყველაფერი გამოიწვია იმ აგრესიულმა დაცვამ რაც შევთავაზეთ მეტოქეს და 14-12 კარგ ნოტაზე დავიწყეთ ტაიმი. ჩვენს დავიჭერთ მეტოქე კონჩეტევაზე, აქ წინვალე. კარგად გაიქცა შემდეგ. გაშალა ნაბიჯი და ვერავინ ვეღარ დაეწია. გადასახვა ბევრად კარგი პოზიცია შეექნება თედოს, ზოგადად ისედაც კარგი პოზიცია, ასე რომ უნდა გავათანაბროთ ეხა ანგარიში. ესე მოულოდნელად შეტრიალდა. ხო, ჩვენც გვინდოდა პატარა იბალი, ესე ვთქვათ კონჩეტევიდან ჩვენც გავიტანეთ აი ლო. და შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. თედო აბჟანდაძე კაპიტანი ზუსტია 14-14. კი ბატონო. ნახოთ. ყველაფერი იწყება თავიდან. ცუდი პასი გავიდა თორემ და იქ აუთამაშდა და ირბინა შავა აფციაურმა ბოლომდე ნახოთ აბა იმედი გქონდა ძალიან დიდი იმედი გქონდა რომ რესტარტი რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ ყველამ ვიცით ასე რომ ნახოთ აბა ეხა როგორ შეიყვანენ აფრიკელები და როგორ დახვდებით ჩვენ ისევ კარგი დარტყმა ვენაირი და აი აქ აიღო აქცია უნდა ჩადოს
შევინახეთ საბოლოოდ ეს ბურთი გაიტანს ახლა პერანიძე ეფრემიძეზე ერთი არტყმა გავიუმჯობესებთ დასარტყმელ პოზიციას მანამდე თუ ჰაერში არ გავჭერდეს თეთრაშვილმა მეგონი წინ და აქ იზოლირებული არ უნდა ვიყოთ ხო და პერანიძეს შეუძლია აქ კარგი დაყრის გაკეთება თუმცა აწუხებს სხვათა შორის ეკეკეტე ხშირად აზის კი გუნდის კაპიტანი და არ აძლევს საშუალებას რომ კარგად დაარტყოს მაგრამ ამ დარტყმას არ უჭირდა დაგვიბრუნეს აბრაგანით აი აქ აიმართება ალბათ აუ პერანიძე ახტა ომოაგდე კარგია და რაშვება ისმიცა პირდაპირ მახაზას ჩაუგდო ხელს არა აღარ დაჯაიმდე მაინც ესე კარგია არა დაჯაიმდა გაწია ხელი საჯმა თითქოს დავინახე რომ გაწია კი ბატონო ხო ცუდი მომენტი ქონდა ძალიან ქვათაძეს ჯერ ხო ნუ ცოტა ანეულა როგორ ჩანს რომ შეცდომა დაუშვა და კარგი არა უშავს ნახოთ რომ საინტერესო აქ კაში დაარტყამენ აფრიკელები თუ ითამაშებენ ელოს ალბათ ტელეფონში წავლენ იქინა გამომდინარე რომ ამხანაგური თამაშია და ეს თქოთ მაყურებლის სიამონებაზე ითამაშებენ აქ აფციაურს როგორც ჩანს იმ გაქცევის შემდეგ დაეჭიმა ფეხები ანუ კარგად ვარო როგორც ჩანს კი წამოდგა საკმაოდ ყოჩაღადაა Just speak English so you can understand. But we've got mirror defense, attack breaks, defense breaks. Is same in the first half. He's good. Post. კარები მოგებაზე ითამაშებენ როგორც ჩანს კი ბატონო ხო საინტერესოა ნამდვილად ნუ გასტანი პოზიცია რა თქმა უნდა ნუ თუმცა უკვე თანამედროვე რაფში უკვე ბარბაროსებიც კი უტყამენ კარებს ჯარიმას ნამდვილად არის გასაკვირი რომ ჩიტას მათ აგვირტყას კოენ ჯასპერი ობა ჯასპერი საკმაოდ იული პოზიციიდან ურტყავდა და ზუსტი არის დაწინაურდნენ ისევ სამხრეთ აფრიკელები 17-14 სტრაფად გვიპასუხეს ხო უაზრო ჯარიმებსაც ვიღებთ ხო ნუ არა მარტო უაზრო ჯარიმა იქ კონჩეტების წამოღება შეგვიძლია საკმაოდ კარგით იმიტომ პერანიძემ რთული ბუთია იყო ძალიან და შეიძლება იქ ისეთი კარგი კონჩეტების წამოღება აქ უკვე ცვლილებებია ჩვენ შემადგენლობაში და გიგაშვილს ხედავ კი ბატონო სხვათა შორის ყავს აი გიგაშვილი მიხეილ ბაბუნაშვილი ივანიშვილი და ლობჟანიძე ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები ყავს და ვახტანგ ჯინჯარაძის დებიუტს ვეოდები პირადად ძალიან მაინტერესებს მისი გარჯა ეროვნულ ნაკრებში. კარგად შეიყვანა აბჟანდაძემ დაუშვეს შეცდომა. დავაშვებინეთ გიგაშვილი. გიგაშვილმა პასი გაუშვა. მე მგონი დაგვიბრუნებს იმას. ხო, თუმცა მიუხედავად რომ დაგვიბრუნდეს უპირატესობა მაინც უფრო დამაჯერებლები უნდა ვიყოთ ასეთ სიტუაციებში. კარგად შეუტია ხოდაშორის გიგაშვილმა აიყვანა ორი მოთამაშე და შემდეგ გაატარა პერანიძეს უბრალოდ მიხეილ ბაბუნაშვილსაც ხედავთ ხო ეს ორი ძირითადი წევრი ასე ვთქვათ ძირითადი შემადგენლობის ბიჭია შეუულიათ მათ რა თქმა უნდა ნამდვილად შეკინების გაძლიერება ხო ბაბუნაშვილი ორი სამი წელია უკვე დამკვიდრდა ძირითად შემადგენლობაში აბა ვნახოთ აქ აუცილებლად მე ვარაუდობ რომ ეცდებით რომ მეთქე დავაჯარიმოთ ო გიგაშვილი შემოსვლა მგონია რომ საქმეს სხვაგვარად წაიყვანს. აქ თავიდან. ო მე მგონი ჩვენ მყარად ვიდექით. Just control your weight. Just control your weight, okay? ნუ თეთრაშვილის საკმაოდ გამოსული ბურჯია. დიდი ხანია თოთოთში თამაშობს, ანუ მას პაუზა, ხათაშვილს დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაბრუნდა ნაკრებში, არ კარგი ხანი არ უთამაშია მას.
ბევრი ტრავმა მქონდა სხვა შორის და ამის და გამო ვერ ახერხებდა ესე თქვათ სათამაშო ფორმაში შესვლას და აი ახლა უკვე დაბრუნდა. ჯღალოსნების რიგებში, აბა. მივაწექით და გამოიშვირა ხელი. შეუტია, აუცილებლად შეუტიოთ, კი ბატონო. პერანიძე რა კარგად დაუტოვა, ხაინდრავა, ამომოვარდა კი ბატონო. და საბოლოოდ რას ვიზავთ ჩვენ სერგო? ხო, გათანაბრებაზე ხო არ წავალთ ანგარიში? ჩვენ რა ვიცი, აბა ნახოთ. არა, მივდივარ დერეფანში. აუძე მიდის თედოა თვითონ კაპიტანის თვითონ დამწყმელის თვითონა, ასე რომ თვითონ წყიდავს ყველაფერს და თვითონ ასრულებს, ასე ვთქვათ. კარგად დაარტყა ძალიან ჩააგდო 5 მეტრიანში. და რეალური შანსი რო წინ გავიდეთ. Line is the middle. აბა ნახოთ, მოლს უნდა ველოდოთ, არა სერგო? რა თქმა უნდა. ხო და აფრიკელებიც მოლს ელოდებიან და რამე სრუმანევრი ხო არ აჯობებდა შენ. აი როგორც ირლანდიას თუ ხო ქონდა რა სრუმანევრით. მაგრამ არა, შევკარი. და დაგვივარდა, არ ვიცი. სამწუხაროდ და ტიპასი აქ, რა ვიცი. არ დააბრუნებს აუცილებლად. აირია თამაში და აქ უკვე შეკინება. და ამშვიდებს უკვე მდგომარეობას. სასრული იყო რა თქმა უნდა უკვე თქვენ თამაშა. ასეთი შანსები არ უნდა გავანიაოთ არავითარ შემთხვევაში. კარგი შეკინება, ისინი ამზადებენ ცვლილებებს, ხედავთ 16 ნომრით ვერნონ პაულოს. ჯობი სხვადასხვა არ არის მათ შეკინებაში ცვლილება არ ყოფილა. ალბათ ეს 10 წლის ბოლო შეკინებას და მე გააკეთებს რომ პინარი ცვლილებას. Crouch. Bind. Sit. აბა გაიტანეს კი ბატონო. საბოლოოდ კარგი და უნდა გავეცალოთ. თედო ამოიღეს მიზანში და პირდაპირ ეს. ვერ დაარტყა გონი მაინც და მაინც კარგად. არა, უცებთ მოიდანშია მეტრებელი, წამოვიდა ნახასივცე. და შეინახოს ახლა კარგად ითამაშა კი ბატონო. არა, დავკარგეთ. და ვერ გადავყარეთ ეს ბურთი. ანუ ვერ ჩავდეთ და ესეთი ბზრიალა უხერხული ბურთი დაგვირტყეს საბოლოოდ. არა და აი სწორედ ეს ახასიათებს მეტრებელს, რომ აი შეუძლია რაღაც ისეთ ადგილზე გაძვრეს. ჩადდება და სადაც სხვას არ შეუძლია. კი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ცოტა შეუძლია, ესე ვთქვათ, ჩვენს ჩემპიონატში. ნუ დავკარგეთ ცოტა პოზიცია, ცენტრისკენ გამოინასვლა თამაშმა. ან შემოვიდნენ კამერონ დოუსონი და ვერნონ პაულო 1 და 2 ნომრები შეიცვალა. ბაბუნაშვილზე ავაგდეთ, კარგი ბურთია. მივიდა კახოიძე. გადაკვეთა უპირატესობის ხაზი პერანიძე. შეცვალაშნების მიმართულება ზურგს უკან, კარგია ბაბუნაშვილი დაადო თავი წავიდა. გიგაშვილი შეგუნებული პასები. გავიდა ხაზე, ხაინდრავა. ძალიან გავდა წინპას, მაგრამ გძელდება გატარდა. მეტრებელი. შენ გენაცვალე მე საბოლოოდ გადაგვიყვანეს, თუმცა მოვიგეთ მანძილი. კარგი შეტევა იყო. სადაშორისო და თამაშობენ აფრიკელები, რატომაც არა, აქეთ რამხელა სივრცეა. ყურადღებით უნდა ვიყოთ უჯარიმოთ, არავინ არა? კარგი ფეხი გამოუვიდა საბოლოოდ, აბა თუ შემოვაგდებთ ამ ბურთს. არა, ახლა აღარ აზრი აღარ აქვს, რა თქმა უნდა. დააცრიაო დაუსწრდა ფეხი და შემდეგ უკვე ძალიან ძნელი იქნებოდა მისთვის. გამოძვენ აფრიკელები რაღაცნაირად, ამ სწრაფმა აუტმა დიდი პოზიცია მოაგებიათ. Time off, let's wait for that player. Okay, he's in the back line, let's go. ხო, ხაზის მოთამაშეა, ასე რომ მოაწოდეთ სწრაფად, აქ ნაკლები იქნება ცოტა ხანი. ჩიტასი. Let's go.
ხვათაძე. ავაგდეთ სპანდერაშვილზე ამჯერად მოლს ვაყენებთ. ამჯერად. ხო, მორიგჯერ. მორიგ მოლს ვაყენებთ. კარგი დარტყმული ჩანს. კი, ძალიან კარგი დარტყმა იყო. დაიჭდა, გადადენეთ. არასასურველი კაცი მივიდა ძალიან აფრიკელ მორაგბესთან. ისეც უნდა შევაწუხოთ, უჯარიმოთ, კარგია. ხო, ანუ მაინც კარგად გამოძვენ აფრიკელები, მაგრამ არა ჩვენთვისაც არა ეს ცუდი ეპიზოდი ნახდათ. გაიტანე საბოლოოდ 10 ნომრიდან გადიან, კარგი დატყმული ჩანს. ხო, შემან თუცა პოზიცია გვექნება შეძლებ ნამდვილად. კარგი დარტყმა იყო, კარგი წნეხი იყო, მაგარი ბოჭვა იყო და მანაც გამოიწვია ეს ყველაფერი. ნახოთ. ხო არ ვეცდებით რომ უფრო ღია თამაშით ვცადოთ, რადგან მოლში აშკარად გვიპოვეს გასაღები სერგო და რაღაცა ვეღარ ვახდენთ უპირატესობის მოპოვებას. აქ დაზიანდა მათი ფთის მოთამაშე ბენი ბრიცი ხო ტრაუმა ხის ბოჭოს ვაკეთებთ ნამდვილად ასე რომ არ არის გასაკვირი ვერ ვიტყვით რომ აი პირდაპირ ვთქვათ რომ რა არიან ხა აფრიკელები ფიზიკურად საკმაოდ წნეში ყავს არ არიან ხა იოლად არ არიან საკმაოდ შეჩქვავთ ხის ბოჭოს უკეთებთ რა ნახოთ ეხლა ძალიან კარგი პოზიცია გვაქვს შესატევად ჩვენს დაგვენტრა აფციაური და მე მგონი გადის კი ბატონო და ალბათ დემეთა პოზიცია აი იმ გაქცევის შემდეგ უე დაეჭიმა ფეხები აფციაურს აი ბოლო გაქცევაზე მაქვს საუბარი რთულია ისე ზოგადად ესე ზაფხულიდან ზამთარში ჩადიხარ ეხლა მოედნების ცვალებადობა გიჭიმავს ფეხესთან აფრიკა ზოგადად გამოირჩევა მძიმე მოედნებით ესე ვთქვა და კაი აფციაურს კარგი აუტი მოლი პირდაპირ ჩაგვაქციეს და ხო დაგვაქცეს ნუ არ არისო მოლიო რაქია შესაბამისად თუ მოლი არ არის პერანიძე ბურთან და გავიდა დემურე ფრემიძეზე რომელიც ხშირად აკეთებს დარტყმებს ცოტა რა ხო ხაინდრავა რა ხვდებია მაგრამ აი მაინც ეს არეპოება კი ბატონო კი ახასევე ფრემიძე იზოლირებულია უნდა დავეხმაროთ და არა ჩვენია ხაზე გაგვაქვს თედუაბგანდაძე თაფლაძე ვინ აიღებს არა და სასვენი წინ იყო არა ჯარი მოქონდა ხო მუხლი დაუდადო მიწაზე და ისე გააკეთა ბოჭვა შესაბამისად ანუ მიწის მოთამაშემ გააკეთა რაც რა თქმა უნდა ბაბუნაშვილი ანიშნებს თედოს რომ აუძე ვითამაშოთო ხო ნუ უნდა თუ გვინდა მოგება გვინდა აშკარად და გვინდა რომ ლელოები დავდოთ და ნუ პირდაპირ ვთქვათ რომ ლელოებით მოსამზადებლად ვიყენებთ ამ თამაშს რომ ვთქვათ მეტი პრაქტიკა მივიღოთ მეტი ვიბურთაოთ რასაც მივესალმები მე პირადად კი რა თქმა უნდა თუ მეტეს შემადგენლობთ გადახალისებულია და ჩემთვის პირადად სიმართლე რო გითხრა აქ მოვიგებ თუ წავგეთ არ მთა მინდა რომ კარგი რაგბი და გამართული ხარისხიანი რაგბი ვიხილო პირადად მე და ცუცკიძე შეიცვალა შემოვა ლუკა ივანიშვილი რაღაც სათქმულე დიდი ძალა ჩვენთვის ავაგდეთ ეფრემიძეზე და არა ეს ის იყო რასაც პირველ ტაიმში ვიძე ახსენი მე რომ სანამ ბურთი ავარდება მანამდე მოიყარეს თავი ესე ვთქვათ ჩვენმა მორკინალებმა და აი უკვე ამით უგებ შენ მოწინააღმდეგეს რაოდენობას დროს წარმოიდგინე რომ ჩამოვა უკვე ბურთიანი უკვე 8 კაცი მან და არის და შესაბამისად ესე ვთქვათ არასტანდარტულად თანამდება ამ დროს და ამიტომაც საჯები და ხშირად სხვა ვერ ნახავთ ესეთ სანქციას არ აქცევენ ხოლმე ყურადღებას მაგრამ როგორც ჩანს კრისტოფერ ალისონს გამახვილებული აქვს ამაზე ყურადღება და ჩვენც უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ და ამასობაში დაგვიგროვდა ანუ ესე თქვა რა 3-4 მომენტი 15 მეტრიანში აუტი ვერ ანუ ან სულად მოვაწოდეთ ან მე ვერ ჩამოვა ესე ვთქვათ მოლში ვერ გადავიტანეთ ასე რომ ეს პრობლემა ნამდვილად გამოყნეულობა ეხაც აუტი ცუდია და ფეხი შეგვიგორეს ხო
ხო, თან გაგვაფრთხილა პირველ ტაიმში რა გავუკეთებინა ესეთი რაღაცა და პრეტენზია ვერ გვექნება ვერანაირად და დაჩი პაპუნაშვილის წინვალი დარტყმა. ძლიერი ფეხი აქვს აჩის. ცენტრის იქიდან შეუულია ფეხი კარში გაგზავნა ჩვეულებრივად. ჩამოიყვანეთ მეტოქე, თავიდან 10 მეტრიანზე. იგი გეტყვის აქედან ზუსტად 19-ში გაიმართება, ხო? აფრიკასთან თამაში. კი ბატონო, ნუ არა, აქედან 19-ში, 19-ში უკვე ანუ შაბათს უკვე 8 დღეში ბატონო. რასაც რა თქმა უნდა შემოხთავაზებთ რაგბი ტივი პირდაპირ ეთერში. კარგად მოიგეს აფრიკელებმა, მოლიც ააგორეს, მოდი წინ. გამოიპარნენ. და ჩავიდა ივანიშვილი, არა უნდა აცადა დიდხანს. კარგი, გამოვიდა სპანდერაშვილიც დააშდა, ნუ ეს ორი კაცი რა თქმა უნდა შეაწუხებს მათ. ნამდვილად აქ კიდევ ერთი შეაწუხება. რაგში კარგად შევაწუხეთ სხვათა შორის და წნეხი დავადეთ მეტოქის გამოვიდა ვინ არის პაპუნაშვილი? და წინვალია. კარგია ძალიან. დააგზელა ოფლოუდი. ახოიძე კიდევ ერთი ოფლოუდია. არა, თეთრისგან იყო და მეტრეველს დარჩა ბურთი საბოლოოდ, რამდენიმე მოძრაობა კარგად დაიტოვა ბურთი, ხაინდრავა. გიგაშვილი, მარტოვარი გიგაშვილი ეგ ჩავარნილია. დააჭარიმა. არ გავათავებთ, რომ სტრაფი სანქცია კი იყო. ვერჩვინა ალბათ არა, უპირატესობით თამაში. ხო, და კიდევ აუძე გვინდა. 7 კაცის სტილის სასტვენი იყო ესე ვთქვათ. კი ბატონო, აუტი კიდევ ერთხელ, ნუ ვთქვათ რომ სნეპში ყავს აშკარად მეორე ტაიმში მეტოქე და უბრალოდ გვინდა რომ არა კარები ავიღეთ. ხო, არჩია თედომ გათანაბრება. ხო. კარგი ვილაპარაკე და. ხო, ნუ შეიძლება თავჯერში სჭირდებათ, კი ბატონო, ნახოთ, დავაწყათ. გვაქვს კიდევ დრო, 22 წუთი ასე რომ I'll have a look at that. Yeah. აბა ნახოთ თედო. საკმაოდ იოლი პოზიციიდან იცდება რომ გაათანაბროს ანგარიში. 59 წუთისთვის. ნამდვილი რაგბი კი ბოლო 20 წუთში იწყება და ნახოთ ვის შემოჩდება მეტი ძალა, მეტი ესე რასაც უყურებ ჩვენ გაცილებით უფრო შეტევაში არ არის შეტევაში არ არის შიტაზი თუ შეტევაში პირველ ტაიმში წავიყვე დიდად მაგრამ ორი კონჩეტევა გაგვიტანეს 17 ნუ ავიღეთ რაღაც გულები ესე ვთქვა თუ ფლანგავდით ამ ჩვენ შანსებს და ხო ხაინდრავა მგონია რომ ასაკთან ერთად ძალიან კარგ ცენტრად ჩამოყალიბდება. ამას საკში უკვე როგორი თავდაჯერებული და ესეთი არის საიმედო. ნახოთ ახლა რესტარტი კიდევ ერთხელ ყუროთ ძალიან ყურადღებით უნდა ჩანი და გამოსცილება რომ მოიმატება. კარგუნში არის საფრანგეთში ესე რომ აქ ისევ კარგი დაკიდებული სპანდერაშვილი აიღო. არის ბორდოშია. ო! დატოვა ადგილზე და ვეღარს დგება მე მგონი. არა, წამოდგა საბოლოოდ. ტკენატკენით გიგაშვილი დააყოლა ასევე კარგი კონტაქტი. ალბათ ეს შემეთ ეს კონტაქტი საჭირო არ იყო თუ პერანიძე კარგი ფეხით უნდა გამოსულიყო. ჩეჩქავთ მოკლედ. გადავედით ეს თქვა თუ ზალის მიერ თამაში ვაწუხებთ მეტოქე ძალიან და ეხა პერანიძეს ნახოთ აბა კარგი ფეხი გვინდა, აწია მე მგონი კარგია. კი ბატონო. კი ბატონო, გავიდა, ამოვიდა ცენტრამდე მშვენიერი დარტყმა გამოვიდა. ბორჯღაოსთან და ცხრიანს. აბა, რას დაგუპირისპირებს ჩიტაზე? მეორე ტაიმში ერთი ჯარიმის გარდა ფერი გამოჩნდა. არაფერი. ხატიაშვილი გამოჩენიო ამასობაში მოედანზე. კი. ფრემიძე ახტა, თუმცა არა გაიტანენ ხაზზე, აქ ყურადღებით უნდა ვიყოთ ძალიან. აქ რაშუება. რა კარგი გათამაშება აფრიკელებისგან. უსადაუტოვა დავუარდა უნდა გავაგზელოთ. ხო, თედო მისე გაწია ხელი რომ მე მგონია რომ პატარაზე ხელი ჩაარდა კიდევ. მეტრეველის წინვალე დარტყმული მეტრეველი. 32 არ არის, მაგრამ წინვალი დარტყმული. კარგად დაინახა ძალიან. ქუთაისაიას აღძილმა მორაგბემ. აქ მაინც არა, აქ არ უნდა მოვაწოდებიოთ, ყურადღებით ვიყოთ. მოგესალმებით ეს აფრიკელის ფედერატკანი მორაგბეები გამოვიჩევიან სივრცეში ძალიან სახიფათოები არიან, ასე რომ ყურადღებით ვიყოთ. ნებისმიერ შემთხვევაში. რაც არის მეორე ტაიმში დაკეტილი ყავს და არ უნდა მივცეთ სივრცეების პოვნის საშუალება.
აი ჯინჭარაძის გამოჩნდა ამასობაში დებიუტი აქვს უსურო წარმატება და ერთი აუტი რომ მოგვაპარია, კარგი იქნებოდა სხვათა შორის. არ გამოვიდა. კი რაღაც დავჯარებდით. აი ეს თამაშის სიმართლე მეკითხა. აი წმინდა ეს რაკი. წავიდა ბაბუნაშვილი დაფარებაზე, არ გამოვიდა. ამოვიდნენ ნორმალურად, თუმცა ჩვენთვისაც კარგი პოზიციაა. კარგი შესატევი პლატფორმი არის. არ მგონია რომ აქედან მოლით შეუტიოდა, იქნება აბა ნაკლებ კაცადერეფანი, დარტყმები ასე ვთქვა და სისტემა. კი 18 წუთი დასრულებამდე. You're on the line. Yeah. On the line, please. ახალი კვაჭი ჩვენი დებიუტანტი, შვენიოთ ააგდო. წამოვიდა ივანიშვილი. ხო, ამაზე ვიძახდი. ჯარიმა ეს კი ბატონო და აი აქ შეიძლება აბა დარტყმა. დასვა კი ბატონო. შეიძლება დარტყმა წინ დასვა ნამდვილად შეიძლება. რატომაც არ. ოჭავა არ განთავისუფლა. კი, უტყავს დედოკარებში და მეტოქე უკვე ფიზიკურ წნეხში ყავს. რაც უნდა ისე ჟღერდეს აფრიკული გუნდია, რა თქმა უნდა ხეს. აფრიკული გუნდი არის ქარისტასიდან, მაგრამ მაინც აფრიკული გუნდია. და ხედავთ მათ თეთრი მორაგბე ვიყავ ძალიან ბევრი რაც პირველ ესენი გამოირჩევიან ამ ძალისმიერი სტილით. და ხისტი არ არის იოლი კასტანი, მაგრამ რატომაც არ უნდა გაიტანოს კასტაინს თუ ვინდა წინ გასვლა უნდა გავიტანოთ. ყველაზე რთულიც არ არის. კი ბატონო. ნამდვილად გასატანთა კატეგორიიდან არის და შუაში. სხვათა შორის ეს რომ მე რო თამაშობდი ხოლმე შუიდან დარტყმის უფრო დიდი წნეხი გაქვს, იმიტომ რომ მოგეთხოვება და აუცილებლად უნდა გაიტანო. კი ჭირდებათ აქ აფრიკელებს ნამდვილად ცვლილებები, მოვიპოვეთ ფიზიკური დომინაცია. და თედო, რომელიც დღეს 100%-იანია, ხო? კი, 100%-იანია, ასე რომ ნახოთ, იმედია გაგრძელდება 3 და 3-ოს გადანა. ხო, ხოჭორი სამხრეთ აფრიკელები ჯილბერტის ბურთს აღარ თამაშობენ და რინოზე გადავიდნენ, რაინოზე. რა სხვაობა? არ ვიცი რა სხვაობაა, მაგრამ როგორც ჩანს ჯილბერტთან არ აქვს, ვეღარ აქვს. მეთქება რამე სხვაობა იყოს. სხვაობა როგორ არის? ანუ ჯილბერტი უფრო კარგი საბურთაო არის, ჩემთვის პირადად. და იტალიასაც რაინოთი ეთამაშეს სხვათა შორის პირველი ტესტი ახლა სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა. ხვალ იქნება განმეორებით სხვათა შორის და საინტერესო მოუწოდეს სამხრეთ აფრიკელებმა თავისიანებს რომ ხო ხედავთ როგორი კაი გუნდი იტალია და ეს იოლ დავშევხედოთ და კვარტა კარგი გუნდია რა თქმა უნდა თან არ ყავთ ბევრი მოთამაშე სხვათა შორის ხა დაყვანილი ვიღაცები დაემტრათ კიდევაც აი ბრექსი არ ყავდათ ეხლა კი არც აქვს მათი ფიქრასიები ლამარო არ ყავთ ამასობაში გაიტანა თედუაბჟანდაძე და დღევანდელ თამაში პირველად გავედით წინ კი ბატონო. აქ ტალღები პატარა ტალღები ააგორეს პირველ იარუსზე. და ეხლა უკვე უნდა ვიყოთ ყურადღება, რა თქმა უნდა, წინ გასვლა უკვე ჩვენ ტაქტიკას ცოტას შეცვლის ალბათ. ხო, მნიშვნელოვანი იქნება ძალიან პირველი ბურთის მიღება, რომელიც არ გამოგდის. კარგი. და ხო, ის დააბრუნებს, რა თქმა უნდა. ხო, ზოგადად აი 20 წამდელებშიც და აქაც დიდნაკრებში ძალიან დიდი პრობლემაა პირველი ბურთის მიღება და ეს ზოგადად ძალიან გვნებს ხოლმე, იმიტომ რომ აი გავიტანთ ხოლმე რაღაცა ლეოს დაგვიდებენ მე ჩვენ გავიტანთ ქულებს ან ლეოს და ჯარიმაზე გავიტანთ და უმალ ბურთს ვაძლევთ და ეს ძალიან ცუდი არის რა თქმა უნდა. ნახოთ ეხლა აქ მე მგონი თამაშობს აფრიკა ჩვენს მიწოლაზე. არ მგონია ბექა არის გიგაშვილი და ხატიაშვილი შემოსული და ორივე ახალი დასვენებული ფეხები. ახლა ნიჭარაძე საკმაოდ დიდი გაბარიტების მქონე კვაჭია, ნუ ის ბურჯი იყო მოგესალმებით ჩვენ ახალგაზრდა ნაკრების სხვათაშორის მეორე ხაზში თამაშობდა, მერე გადავიდა ბურჯზე და ბოლო 2-3 წელია კვაჭზე და უკვე წელს მოტობანში სხვათაშორის მოტობანი გადავიდა. მოიპოვა ტოპ 14 საგზური. ჩემ და გასაკვირად სხვათაშორის. ხო, სენსაცია იყო თვითონაც არ ელოდნენ, საერთოდ არ გემოვდნენ ამას არც ბიუჯეტით არაფრით და უბრალოდ გადავიდნენ რაღაცნაირად მოახერხეს გრანდების დამარცხება. აქ რა ხდება? იქეთ შავარდი, ნო? ხო, მოკლედ აქეთ გადმოდის, იქით პრობლემაა, იქით გადადის, აქეთ არის პრობლემა. კი, ახლა გადავიდა მე ხარეს ხატიაშვილის ხარეს.
ცდილობენ ხო რომ როცა მოთამაშე ხედავს რომ საჯი არ ადგას ის მხარე უფრო თაღლითობს. რა თქმა უნდა. ამისთვის არის საჭირო ძლიერი გვერდითი მსაჯი, რომელიც თუმცა ის ხანდახან ზონაში შორიხ როცა არის ზონა ხო, მაგრამ აი ხა ეს არა ეგეთი შორი არ არის გვერდითისთვის. ხანდახან მარცხენა შეუულია კი. მე რო ყოფილიყავი ცენტრში და თუ ვიცი რომ კარგი გვერდით მყავს და დაუტოვებ იმას. თუ თავზე არ მეკცევა მთელი თამაშია ეს მხარე ეს მხარე ხო. აბა ნახოთ მნიშვნელოვანი შეკინება ჩვენთვის მნიშვნელოვანი კარგად დავდგეთ. სივრცეში ადრე გადავედით ჩვენ. და მიიღეს უპირატესობა. ხო, ცოტა ანუ კარგად საჯობდა თავი, მაგრამ აი ბოლო ორი ჯარი მასტრაფად ტვენს თითქოს კვლავს თამაშის მომენტებს და საინტერესო არ ასწავენ აფრიკელები. Straight in the angle, no clear forward dominance. What are we doing? აუტის გენაჩვენებს კაპიტანი? თუ აგვიანებ რეაქციას. ხო, აუჩემიდია. კი ბატონო, მოგება უნდათ, მოგება. და ეხა მოგვიწევს ჩვენი თავდადების გამოვლინება. აბა, ვნახოთ. აი, აქ გვინდა დიდგორი, ეხა. აქ გვინდა დიდგორი, კი ბატონო, აქ უკვე დიდგორი გვინდა ნამდვილად. Who's captain now? Oh, number 10 stays captain, yes. სრული მობილიზება 10. კარგად ვერ გადაიტანეს. 15-ში ვერ შემოვიდნენ, ასე ცოტა მანძილი არის მეტილელომდე. სულად მოაწოდეს, უნდა ავიღოთ. გადმოაგდო, მამამთავრიშვილმა შვენივრად კარგი პასები. უნდა შეუტიოთ მეტრეველი ჯვარზე კარგი იქნება და დარჩა ფეხზე. უშენ გენაწვევა გაატანა. კარგია ყოჩა, ხა უნდა შევინახოთ. არა, ხო არ გავჭედა. არავინ აღარ წაიყვანს ბიჭო. გამორიცხული. გენ მოძრაობს და აქ დასტვენს კი. კი, თუმცა მაინც ამოვიყვანეთ ეს თქვა ცენტრალ ზონამდე. რა კაი პასი იყო ეს მეტრეველი ზოგ გადაატარა თავხედურად ძალიან. და მე თქვა მეტრეველზე ის რომ იგივე ხაინდრავაზეც რომ თამამად არიან, არ არის ხ მეტრეველი შებოჭილი, ამჯერად არ მურიგდებია ხა თუნდაც ამპასის გაშვებას. ეს არის თავარი რა თქმა უნდა ხა როცა დებიუტანტი ხარ და პლუს თავდაჯერებული ეს დიდი პლუსია და მწვენის თვალშიც ეს კარგად ჩანს. პაპუნაშვილს იგივე შემიძლია. კი, პაპუნაშვილი რა თქმა უნდა. ყველა ანუ თული ბუთები აიღო ხა ანუ ძალიან თული ბუთებიდან გადაგვარჩინა ის. არ ერიდება შეტევას, იქ ჭრაზეც მიდის, ხა არ გაატანეს ორჯერ ბურთი, მაგრამ ორჯერ წავიდა ჭრაზე, ნუ ერთხელ დაჯარიმდა კი შემთხვევით მოხდა იქ. ბლოკირება, მაგრამ მაინც ეს თავხედე გვაკლდა ყოველთვის და გჭირდება აუცილებლად. კი, და ამიტომ მიხარია, მე განსაკუთრებით მიხარია ეს თავხედე, იმიტომ რომ ცოტა ეს გვაკლია ხოლმე და აქ ახდება ჩვენია კი ბატონო. კი, ადრე გვაძლია, აშკარად და კარგად შენიშნა კრისტოფერ. ამასობაში ვასკა ლობჟანიძე შემოვიდა, ჩვენი ლიდერი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, მიუხედავად ასაკისა, ძალიან გამოცდილი პორტუგალოსანი 90-მდე თამაშობს უკვე. აწი აქ თედო მაღალი ბურთი, იმედი, აი კარგი დარტყმული აქ მოუწევთ ბრძოლა, იოლოდ ვერ აიღებენ, თუმცა აიღეს კარგად. და ჩავიდა არა. ბურთი გამოწეულია. ფეხი უნდა დაარტყან, შორს უტყამენ და ცუდი დარტყმულია. კი, და დარტყმის ადგილიდან იქნება ჩვენი დერეფანი. ხო. აქ ვინ გამოჩნდა 20 ლუკა მატკავაც გამოჩნდა, ვინ შეთაბათ თედო უნდა შეეცვა, ან თედო შეცვიდა, ან პაპუნაშვილს სავარაუდოდ. თუმცა თედოს დღეს კარგი თამაში გქონდა, ვთქვათ. თედო მოიწაზია, პაპუნაშვილი შეცვალა. კი ბატონო, მეტრეველს ხედავ იქეთ, აქეთ თაფლაძეა, ცენტრში ხაინდრავა, კახოიძე, ასე რომ კი ბატონო. პაპუნაშვილი შეცვალეს კი. კარგი მატჩი ქონდა და არ გამოურთქოთ რომ აფრიკასთან იზარს დღეს 15 და ნინიაშვილი ფთაზე. სულტურად გითხრები. აქ კარგი გათამაშება და წავიდა დაჯახება კახოიძე, იყო ბოჭვა, იყო აქ ზურგს უკან თედო გზელი გადაცემა თაფლაძე, შიგნით უნდა წავიდეს და ასეთ შვება. კი ბატონო ვასკა გიგაშვილი. აბჟანდაძე გაატანა კახოიძეს, რომელიც წამოიღეს უკან. ხო, წინ ვერ მივდივართ, ეფრემიძე აქ ალბათ გააკეთებს თავის დარტყმას, კი ბატონო. გააშვებინა საჯმა ვასკა. მატკავა პირველი შეხება ბურთთან.
კარგი ბიჭო ხო, მოხდა. აქ უკვე გვიჭირს შეტევა, თუმცა ფეხის დასწმაც. აი, წავიდა ბაბუნაშვილი კარგად. უყვარს ბაბუნაშვილს ასე ბურთის წაღება და მოიღო საბოლოოდ. თითქოს იყო რა ნომერი ჩარჩენილი აქ, მაგრამ ნუ შორს იყო. ხო, არ ვიცი შეიძლება ხელს არ უშლია, მაგრამ ვინ ჩაჯდა ბურთზე. ვერ დაждდა აშკარა და გაუშვა ხელი, აი აღარ დამაჯარი მოვა და პირიქით იცა ჯარიმა, ხო, ნუ როგორც არის. ხო, სამწუხაროდ დავჯერებდით, თუ შეტევას ვთქვათ, რომ არ იყო კარგი, რაღაც ვიდიოდი, თუ და ასე დროს 10-9 შემთხვევაში იკარგება ბურთი ან ჯარიმით, ან წინვარდნით. კი ბატონო. ნუ ცუდია, რომ ჯობდა წინვარდით ყოფნილიყო, მაგრამ რას ვიზამთ, აქ კარგად უთყამენ. ძალიან კარგად. შემოვიდნენ ჩვენ 22-ში აფრიკელები. აქ ბოლო ძალები უნდა მოიკრიბონ მათ, ჩვენც რა თქმა უნდა, თუმცა თითქოს ჩვენ უფრო ყინჩად ვართ. რა ვიცი, ახლა თუმცა ამ ეპიზოდში ვერ ვითხოვთ დაცვაში იყვნენ დომინანტები აფრიკელები. ხო, არ ჩქარობენ, უნდათ ახლა ცოტა მობილიზება ჭირდებათ მათ, ჩვენც და ახლა ჩვენ დიდგორი უნდა ვითამაშოთ. ეს უნდა დაიწყოს დერეფანში შეწუხებით და მე ყოველ სანტიმეტრზე წნეხით მეტოქეზე, მაგრამ სწრაფად აგვიგდეს აქ აფრიკელებმა. აქ კარგია, მე მგონი უნდა წავიყვანოთ ვიცას. კი ბატონო. და ჩავხურეთ საბოლოოდ, ხო, აი. წინვალე. კი ბატონო. ძალიან კარგი დაცვა განსაკუთრებით ბოლო ორ შეტევაში. The mark will be inside. და ნახოთ ახლა შერკინება თუ აქ თუ ჯარიმას უიპოვებთ იდეალური იქნება. ნახოთ, თუმცა ეს არ არის რისკიც არის მეორე მხრივ. ხო, შეიძლება პირიქითაც იყოს ასე რომ ნახოთ აბა ჩვენ ბიჭებს გამოცდა ახლა ხატიაშვილი, ჩინჭარაძე და ბექა გიგაშვილი. ბექა გიგაშვილი რა თქმა უნდა ტოპ 4-ის ასკლავია. On my left. ხო, აქ და აი ვასკა ეუბნება რომ დემეს პატარა ფეხს გადაგუკიდებს მე მგონი. Bind. Sit. აბა, აი ეგ შეიძლება არა. ნუ უნდა გავიტანოთ. კი ბატონო, შეუძლია ვასკას კარგი დარტყმა. ნუ შორს ვერა, მაგრამ მაინც ცოტა დავიხიეს. განი მოხდა ასე თქო სიტუაცია. სხვათა შორის კარგი წნეხი დაადეს აქ ვასკას. სხვარზე იყო დაფარებასთან. კარგი დაცვა და ჯარი მოთამაშიც იქნება უმნიშვნელოვანესი. რამდენიმე ცრუმოძრაობა, საბოლოოდ მოიგეს ორი ხელით, გაიტანეს საჩამოყალიბეს მოლი. ხო, ცოტა არეულები არიან ისინი სიმართლე ვთქვათ, კარგი დახვედრა, ძალიან კარგი დახვედრა. ლუკა ივანიშვილზე მოყვა, ასე რომ ეს იოლი არ იქნებოდა მისთვის ნამდვილად. აი ისევ კარგი დაცვა. არა. ეს მაინც და აბურთავდნენ, მაინც ნახე რებს აკეთებენ. დარჩა ფეხზე და გაიტანა მაინც ეს ლელო. არ ვიცი, რაღაცა ცოტა მეტი სიხის დაგჭირდებოდა ბოლო მომენტში დაცვაში. ძალიან, რა ვიცი, ისე გავატარეთ, დასანანია ძალიან ასეთი ლელო, როცა დომინანტი ბოჭები იყო და მე რაღაცნაირად მოახერხესო და ისევ ტოკოზო. ხო, ტოკოზო მახაზა არის? მალხაზი არ არის. მალხაზი არ არის. აი აქ რაღაცნაირად გაგვიძრენ ნამდვილად. ხო, აი სადაუტოვა. კარგი პასები იყო. და ეს აყვანა იყო. აი ორი ბოჭვა ვერ შესრულდა. ატკავა და თაფლაძე რამდენი ხანი ეკიდებოდა. სამწუხაროდ ძალიან. ხო, მაგრამ დრო გვექნება იმისთვის რომ შემოვატრიალოთ. ნუ ერთი ჯარიმაც კი რამეა. ხო, თუ გავთავნო სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი გარდასახვევი გაიტანა ჯასპერმა რთულები და ეხლა თუ გაგვიტანა, გაგვირთულებს საქმეს ძალიან. Ten seconds. მალე მოუწევს დარტყმა. კარგი წნეხი დავადეთ, მაგრამ ზუსტია რა, ბურთი გაიტანა. ამასობაში 24-20 ჯარიმა აღარ ყოფნის, ერგო და აუცილებლად ელო გვინდა.
აქ არა უკეთ მართებდა თამაში, თუმცა ეს ბიჭიც რა თქმა უნდა ძლიერია. კი. მაგრამ გადადენა შეიძლება. კი, თავიდანვე მიწაზე უნდა წასულიყო ალბათ თაფაძე და თავისი ინერციით წაიყვანდა ძირს. კი ბატონო, შეყავს თედოს ბურთი, ისე ცოტა ნელავედით, ასე რომ აქ თავისუფლად იღებენ ბურთს. რაკში ვაცლოთ შევაწუხოთ? არა. Use it. ხელით მოაქვთ რა. საინტერესოა, მაგრამ არა უბრალოდ და კარგად გამოდიან ძალიან. კი. ხო. ახოთ იქნება გამოვსტყოთ ერთი ჯარიმა. 22 for who? აბა ვნახოთ 4 წუთი. მატჩის მოსაგებად ბაბუნაშვილზე აქ ჯარიმა. არა, სწორი მოწოდება იყო როგორც ჩანს. There's a contest in there that's not straight. საინტერესოა. მე მეგონა რომ ჰაერს თამაში დასტოინდა სხვათა შორის. აშკარად დაეჯახა იმას დეფრემიძეს, რამაც გამოიწვია ის, რომ ხელი ვეღარ მოკიდა ბაბუნაშვილს და აშკარად ჯარიმა იყო. Line out. ჩიდასის კაპიტანზე, ეგრეთ წოდებულ კროსინგზე, კაცის გადაგდებაზე. საინტერესოა. მაგრამ როგორც ჩანს ხო, ჩვენ მაგის მე თუ ვიქნები თუ ბოლო წუთებია სასურველი ყოფილიყავთ კარგი, ახლა იქნება მოვიპაროთ აუტი და რამე გვექნება ალბათ ეს შეტევის შესაძლებლობა. აუსაც აქაც მე მგონი აუცილებელი იყო. და ვაში შერკინება უნდა დაინიშნოს. კი, ახტა ბაბუნაშვილი ამის გამო. Exactly the same. ხო, და ალბათ ჩვენ შეგემას ავიღებთ დავესებით აჯანებას და შემდეგ ხუთეთიანის. ხო, ასე არის, როდესაც გაიცვლება არასწორი მოწოდებები, იქ არჩევნის უფლება აღარ აქვს, გუნდა პირდაპირ ინიშნება შერკინება. აბა ვნახოთ ბოლო შანსი და კარგი შანსი გვაქვს ხოთა შორის ყველაზე კარგი ვარიანტი იყო ეს ჩვენც რომ შერკინება ქონოდა. კი თუ ვერ დავაჯარიმეთ შეტევის საწყოთ შეიძლება აქედან კატანა და გაშლა. 2 წუთი ამასობაში. No, let's go. აქ მოწყობა. მე მგონი ეს უფრო აწყობდა. კი, ეს უფრო აწყობდა. მატკავა. ხო, ეს აწყობდა რა თქმა უნდა ამ ზონაში ბურთაობა, ამ ზონაში უპირატესობის შექმნა გვიჭირს, თუმცა ნახოთ იმედი დავიტოვოთ რომ გავჭრით. ისა მორკინალები თამაშობენ. წავიდა ჯინჭარაძე. აბა სპანდერაშვილი არ გაჩევიდა, მე მგონი რომ სპანდერაშვილს უკეთებდნენ ბოჭვას და კარგად დავიდნენ. ასე ლობჟანიძე. ათამაშა კარგად ეფრემიძე გიგაშვილმა. ჯარიმა ხო არა? არა. ესე მარტივად ბოლო წუთზე ჯარიმა. არ გაიცემა. ძალიან ახლოს არის ჩიტასი. თან წინ ვერ მივდივარ თუ უკან და უკან გვახევინებენ ჯინჭარაძე. აი რამდენიმე ფაზა თუ გადაო. კარგია გიგაშვილი. აზევ თამაშობთ, ხაინდრავა. დაიჭირა თაფლაძემ, ყოჩახდები. უნდა დარჩეს რამენაირად. საბოლოოდ გადაგვიყვანეს მაინც. ხო, არ ქონდა შანსი ამ შეტევაში სამწუხაროდ. ის გადარჩენია ჩიტასაკ რომ მოიგოს ბურთი. ხო, რაღაც ერთი დარტყმა გააკეთოს და ხო, სამწუხაროდ მეორე ტესტის დაგება სადაც ძალიან ახლოს ვართ. ხო, აქ წინ თამაშობს დედო. Let's go. როგორ წელავენ ტექნიკურად. ხო, რა თქმა უნდა. იქ შერკინებაში და სპეციალურად გააკეთეს. რა თქმა უნდა. აი ეს არის რაგბისა ისენი არის და ფიშმაკობი. კი.
ხო, ანუ იცოდოთ რა იცოდნენ, რა ზონაში აწყობდათ თამაში და ჩვენი რა თამაში აწყობდათ. და ეხლა მოგება ჭირდებათ уბრალოდ ამ აუტის, აქ იქნება ვიპაროთ, აბა. აი, ყოჩა ბაბუნაშვილი. წინვალე წამოღება ბაბუნაშვილისგან ეფრემიძე. ივანიშვილი კარგი მიწალება, გამოვარდა. არ უშლიდა ხელს არავი და საბოლოოდ ჩიტასმა დაგვამარცხა. ხო, არა. იწვა იქ, მაგრამ არავის ხელი არ შეუშლია, გადამყრელიც არ იყო, ეხლა რაც არ უნდა გავუბრუნდეთ. Keep the respect. There's no clear infringement. Game over. Thank you. ხო, დაგვამარცხა ჩიტასმა დასანანია, იმიტომ რომ მეორე ტაიმში თითქოს ისე მიდიოდა თამაში, რომ არ უნდა წაგვეგო ეს თამაში არანაირად. თითქოს ჯობნდით. რა თქმა უნდა, ჯობნდით და ფაქტობრივად ერთ-ერთი შეტევიდან დავადებიეთ ლელო. ხო, ცუდი ზაფხულია, პირდაპირ თქვა, ჯერჯერობით და დაგვრჩა ორი ახალგაზრდა. ხელი ზაფხული უნდა ყოფილიყო და ნამდვილი კარიერა და წვნია. ხო, ორი თამაში დარჩა ახალგაზრდა ნაკრებს და ძალიან საინტერესო ტესტი გველოდება. მაგრამ ვნახეთ, ახალი სახეები ვნახეთ და მინდა მივუწო მათ დებიუტი და უსურო წარმატება. ვნახე ზოგ მოთამაშეში აშკარად სიტავხედის ელემენტები, ნუ ეხა ღია თამაში რო არ გამოგდის, ეხა იქ მაგას. ხო, და ანუ რა თქმა უნდა ვიცოდეთ, რომ სიტყვაზე ის რაც ჩვენ 8 დღეში გველოდება, სულ სხვა რაღაც დონე გველოდება და ბევრად მომატება, თუმცა რა თქმა უნდა აქ ჩვენ გვახსენეთ, რომ ძალიან 15 კაცი შესული იყო, რა თქმა უნდა გაზიარდება საქართველოს ნაკრები, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ნაკრები რო გაზიარდება, 10 მაგად გაზიარდება აფრიკული მხარე, გვეთამაშებით უკვე Springboks და არა პროვინციულ გუნდს. ხო, სურო პირველი შემადგენლობა არ დააყენოს, იქ იმდენი ვარსკვლავი არის, რომ პირველი მესამე არა, ხობა, მაინც იგი საშამ გომეზულო და ბიჭები არ ვიცი. მოკლედ ეს იყო და ეს იოსებ ჯაფარიძეს ერო გამონი ამ გემშვიდობებით. ხვალ 14 საათთან უნუტუძე გვექნება ბრიტანელი ომების და ზელანდიელი და ავსტრალიელების გაერთიანებული გუნდის დაპირისპირება. კარგად ზანდებოდეთ.